მოგესალმებით ყველას. დღეს მე მინდა საზოგადოებას წარუდგინო სახელმწიფო რწმუნებულები, გუბერნატორები საქართველოს 9 რეგიონში, რომლებიც დღეს ჩემი წარდგინებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. დავიწყოთ ესე იგი, ქვემო ქართლის რწმუნებულად გუბერნატორად დაინიშნა ბატონი გიორგი მღებრიშვილი. იგი გახლავთ იურისტი, სამართალმცოდნე, მუშაობდა სამართალდაცვო სისტემაში სხვადასხვა საფასუხებლო თანამდებობაზე და ყველგან სარგებლობდა ძალიან მაღალი რეპუტაციით. რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რწმუნებულად გუბერნატორად დაინიშნა პარმენ იგივე პაპუნა მარგველიძე. იგი გახლავთ ეკონომისტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის მცოდნე. ბატონი პარმენი არის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი და კარგი მენეჯერი. წარმოშობით რაჭვიდან, ამბროლურის რაიონიდან, კარგად იცის სამკუთხედის პრობლემები. სამცხე ჯავახეთის რწმუნებულად გუბერნატორად დაინიშნა აკაკი მაჯუდაძე, საგარეო ეკონომიკური მმართველობის სპეციალისტი, აქვს სამართალდაცვო ორგანოებში და საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, არის ძალიან პატრიოტი კაცი და ძალიან კარგი მენეჯერი. სამეგრელოს ზემო სვანეთის რწმუნებულად გუბერნატორად დაინიშნა ლევმაშონია, ჩემს დროს, ჩემი მინისტრობის დროს იყო ძალიან გამორჩეული სამხარეო პოლიციის პროცესი. იგი არის პროფესიით სამართალმცოდნე, კვალიფიკაცია გარული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბატონი ლევანი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. იგი გახლავთ ვახტანგ გორგასლის ორდენის ორგზის კავალერი და ღირსების ორდენის კავალერი. ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს ლევანი სამეგრელოში და კარგად იცის სამკუთხედის პრობლემები. და ღირსეული მამულიშვილი არის. იმერეთის რწმუნებულად გუბერნატორად დაინიშნა ზაზა მეფარიშვილი, ძალიან კარგი ორგანიზატორი, მართლაც პროფესიონალი, გახლავთ პროფესიით ინჟინერ ტექნოლოგი, ასევე აქვს იურისტის და ბუღალტერ ფინანსისტის კვალიფიკაცია, აქვს საფინანსო საქმიანობის კარგი გამოცდილება, ასევე სამართალდაცვო ორგანოებში გამოცდილება. კახეთის რწმუნებულად გუბერნატორად დაინიშნა ირაკლი შიოლაშვილი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, კარგად იცის კახეთის რეგიონი, წარმოშობით კახეთიდან არის და მე ვიტყოდი, რომ მართლაც გამორჩეული გამგებელი იყო ბოლო ერთ წლის განმავლობაში. ჩემთვის პირად არის მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე გამგებელი თუ გუბერნატორი. ასე რომ გილოცავთ. მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულად გუბერნატორად დაინიშნა ბატონი ნუგზარ ყიფიანი, პროფესიით გახლავთ რეჟისორი და ძალიან ნიჭიერი კაცი. ბატონი ნუგზარი გახლავთ წესიერებით გამორჩეული ადამიანი, სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და დარწმუნებულია, რომ წარმატებული იქნება თავის საქმიანობაში. გილოცავთ. შიდა ქართლის რწმუნებულად დაინიშნა ზურაბ რუსიშვილი, პროფესიით გახლავთ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების და მართვის სპეციალისტი, ფინანსისტი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, მას აქვს გამოცდილება საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის და ყველგან თავი გამოიჩინა თავისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, როგორც სპეციალისტმა, მაღალკვალიფიციური და კარგმა მენეჯერმა. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ზურა იქნება ძალიან ეფექტური გუბერნატორი. გურიის რწმუნებულად გუბერნატორად დაინიშნა გიორგი ჩხაიძე, პროფესიით ეკონომისტი, ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში, აქვს ძალიან კარგი მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება და გურულებს ძალიან ღირსეული გუბერნატორი ეყოლება. და ბოლოს მე მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი უფროსი, ბატონი აკაკი ჩხინგელი, პროფესიით გახლავთ ეკონომისტი, კვალიფიკაცია გარული აქვს ამერიკაში, პენტაგონში, დაგეგმვის პროგრამირების და ბიუჯეტირების შემოსავლის ცენტრში, ასევე გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის ეროვნულ ცენტრში. აქვს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ბოლო ერთ წელი ერთად ვიმუშავეთ და მე ძალიან მადლიერი ვარ მისი. არის მაღალი დონის სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, რომ აკაკი ღირსეულად გაართმევს დაგესრებულ მოვალეობას. ბატონებო, კიდევ ერთ გილოცავთ დაგესრებულ მოვალეობას. მე იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეულად შეასრულებთ. თავარი ამოცანა არის ის, რომ ყველა რეგიონი, თითოეული რაიონი, თქვენ ხართ წარმომადგენელი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის რეგიონის თითოეულ რაიონში. შესაბამისად, თქვენზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ რეგიონში დაწყებული იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა, განხორციელდეს წარმატებით და ეფექტურად და დროულად და არ იყოს ჩამორჩენა, ადგილზე გაეცნოთ არსებულ პრობლემებს და რასთავარია მოსახლეობის პრობლემებს.
ჩვენ ვართ მთავრობა ვარ, დღევანდელი მთავრობა არის მოსახლეობაზე თუ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა. ანუ ასე რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანი. თითოეული მოქალაქე. შესაბამისად ჩემი მოწოდება არის რომ 20 საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. დიდი მადლობა.